gon' do this. ვფიქრობ, ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი დავხურე ამ პერიოდში, ეს იყო სკოლა და ახლა მომზადები, რომ ჩავაბარო უნივერსიტეტში, ვარ აბიტურიენტი. რომარა მოდელი ზოგადად მოდელობას არ თვლილი პროფესია და ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, უბრალოდ ეს ჩემთვის არც პროფესია და არც ჰობი. ასე რომ ვიქნებოდი ალბათ ისევ რაც ვარ. საკუთარ თავში მომწონს ის, რომ ვარ სწორად განსაზღვრავ კრიტიკულ მომენტებში მაქვს უნარი რომ სწორად განსაზღვრო ყველაფერი და მაქვს ძალიან კრიტიკული ხედვა პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და მე იმ გარემოს მიმართ რა გარემოშიც მე პირადად ვიმყოფები. ასე რომ მგონია რომ ვთვლი რომ ეს ყველაზე დიდი პლუსი ადამიანში. არის ძალიან ბევრი ადამიანი რა თქმა უნდა ვისი განვლილი ცხოვრებაც მომწონს, ვისი ბიოგრაფიაც სამკითხელზე აღფრთოვანებული ვარ, ვისი კარიერითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ესე რომ ზოგადად კომერი არ მყავს. სურვა მიყვარს ძალიან და რაც არ უნდა სასაცილო იყოს, მხოლოდ ერთი წელია რაც სურვა ვისწავლე, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მოვასწარი მის შეყვარება. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ალბათ მშობლები მყოლოდა ახლოს, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემების გამო ვიმყოფებოდით, შორს ერთმანეთისგან და ამიხდა ეს სურვილი. სიმართლე გითხრა მაქვს, მაგრამ მაქვს ამის კომპლექსი, სიმღერა. მღეროდი, მაგრამ გლანდების ოპერაციის მერე რატომღაც რომ ჩემი შესაძლებლობები აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, ამიტომ მაქვს ამის ერთგვარი კომპლექსი. ჰობი, ხშირად მომისმენია ამ კითხვაზე პასუხი, რომ ადამიანისთვის არის ჰობი წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება, მაგრამ ეს იმდენად ჩემთვის ყოველდღიურობის ნაწილია, რომ ამას ხობად უბრალოდ არ ვთვლი. ასე ჰობი არ მაქვს. ხობად აღვიქვამ მარკების შეგროვებას, ან მსგავს რამეს, ასე რომ ესეთი არაფერი არ მაქვს. არ ვიცი, ალბათ კონკრეტული ფაქტის წინაშე უნდა დავდგე, რომ მივხვდი ამას გავაკეთებ თუ არა ესე პერიოდულად. არაფერს, იმიტომ რომ ზოგადად ვთვლი, რომ ის შეცდომები, რაც ადამიანი ეტაპობრივად ცხოვრებაში უშვებს, საჭიროა, რომ ჩამოყალიბდეს პიროვნება და ასე რომ არაფერს არ ვნანობ. პირველი კოცნა იყო ძალიან მოულოდნელი და პირველი ემოცია, რაც ჩემში აღწერა, ეს იყო შიში. რატო არ ვიცი, მაგრამ ესე იყო და იყო მე-9 კლასში ვიყავი მაშინ. სიყვარული ზოგადად არის ძალიან ფართო ცნება. სიყვარული შეიძლება ნებისმიერი რამის მიმართ გაგიჩნდეს. ეს იქნება შენი პროფესიის მიმართ, ადამიანების მიმართ, ცხოველების მიმართ ზოგადად. ქალისა და მამაკაცის სიყვარული ზოგადად ვთვლი, რომ ამას ვერ ახსნი, იმიტომ რომ ეს არის გრძნობა და ეს უნდა იგრძნო და ამაზე არ უნდა ილაპარაკო. და ზოგადად სიყვარული არის ის, რაც გვარსებებს ალბათ, იმიტომ რომ რო არა სიყვარული ალბათ არაფერს არ ექნებოდა აზრი. მე ჩემი პროფესია არ მეყვარებოდა, შენი და ალბათ ისე იქნებოდა. ყველაზე ბედნიერი სიმართლე გითხრა ყოველდღე ვარ, მაგრამ ვთვლი რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭია იპოვოს და დაინახოს ბედნიერება. ეს ამის ნიჭი ყოველს არ აქვს. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ დილით ვიღვიძებ და ვიცი, რომ ნებისმიერი ჩემი საყვარელი ადამიანი კარგად არის. ეს ჩემთვის უკვე ბედნიერება, ეს ისეთი ბედნიერება, რომელიც მუდმივად თან დამყვება და მე არის რაღაც პატარ-პატარა მომენტები ყოველდღიურობაში, რაც ბედნიერს მხდის. ეს მოწყობს მინდა დამწყობს ვამბობ. პირველი ჩვენება იყო Mercedes-Benz Fashion Week-ზე, ატელიე კიკავას ჩვენება და გავხსენი ეს ჩვენება და იყო ნერვიულობის პიკი მქონდა ალბათ ცხოვრებაში მაშინ, იმიტომ რომ არ მახსოვს ჩვენება რეალურად როგორ ჩაიარა ჩვენებამ. ნებისმიერ დიზაინერ, რომელიც კოლექციას ქმნის, მე შემიძლია რომ ნებისმიერ კოლექციაში ვიპოვო ის, რაც მომწონს, ის, რაც არ მომწონს. და ძირითადად თანაფარდობა აქვს ამ ყველაფერს, ამიტომ ასეთ დიზაინერს ვერ გამოვარჩევ რეალურად. ყველა დიზაინერში პოულობ იმას, რასაც მოვირგებ. რეალურად ეს ადამიანზე ალბათ დამოკიდებული. ნებისმიერ სტილს ვირგავს ზოგადად ჩემი საქმიდან გამომდინარე. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ცხოვრებაში სადმე რომ მიწევს წასვლა, იმის მიხედვით ვიცმევ თუ სად მივდივარ და გარემოს რა შეესაბამება. ნებისმიერ სტილს ვირგებ თავისუფლად. ой არა. მომიწევს, მაინც მომიწევს, იმიტომ რომ ესეც სფეროში ვარ, არ მაქვს არაფერი.
ჭამ ყველაფერს რაც მინდა რეალურად. უბრალოდ ვცდილობ რომ დაძინებამდე 5 საათით ადრე ვცდილობ მხოლოდ რომ არ მივირთვა საკვები. შეიძლება აქ საკვებზე გავითვალისწინო და გავითვალისწინო შენი ცხოვრების წესი, ანუ რამდენად როგორ უდგები გარკვეულ საკითხებს. პირველ რიგში უნდა იყო ბედნიერი. მე ვთვლი რომ ჯანსაღ ადამიანად ეგ გაყალიბებს რეალურად. ბედნიერი თუ ხარ, გიხარია ყველაფრის კეთება აბსოლუტურად და იწყებ უკვე გეწყება ეტაპი, როდესაც იწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას. და ამ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებ იმას, რაც ჩემთვის არის სასარგებლო. იმიტომ ვთვლი რომ ადამიანი გოლა ბედნიერი უნდა იყოს ამ ყველაფერს. ანუ ცხოვრებაში, ერთადერთი ადამიანია, რომელსაც სიხარულის დროს, რამე გაჭირვების დროს, რთული ეტაპის დროს ცხოვრებაში ყოველთვის ვეძახი მას. ანუ რამე რომ ჭირდება, ერთადერთი ფრაზა არის დე. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მიწევს ძალიან ბევრი ხასიათის მქონე ადამიანთან მუშაობა და მიყვარს ეს. რადგან შევიცნობ ძალიან ბევრ ხასიათს. და მიყვარს ამ ყველაფერზე დაკვირვება მე თვითონ, რადგან მე პირადად ვიყენებ ამას უკვე გადაღებებში. და ეს მომწონს ხალხთან კონტაქტი. სიამოვნებით გამოვიდოდი ჟურნალში ჩვენ, ბაზარიდან ყოველთვის მომწონს. არ მჯერა რომ ადამიანი თუ რამეს მთელი გულით ისურვებს და მოინდომებს, ამას ვერ გააკეთებს. არ არსებობს ჩემი აზრით მსოფლიოში ისეთი რამ, რაც თუ გინდა ვერ გააკეთებ. თავია სურვილი და მონდომება. არ ვიცი, ალბათ ვინც უნდა გავიცნო იმას რეალურად ცხოვრებაში შეხვდები და გავიცნო ეს სურვილი კონკრეტულად არავისთან შეხვედრის არ მაქვს. ბოლოს ვიტირე, რამდენიმე კვირის წინ უყურე მეფე ლომს კიდევ ერთხელ და იქ არის ერთ-ერთი მომენტი, ალბათ ყველას გვიტირია ამ სცენაზე. ოჯახი რეალურად ჩემთვის არის ყველაფერი, იმიტომ რომ დედა ჩემი იყო მცირეწლოვანი, ანუ არ იყო სრულწლოვანი, როცა მე გამაჩინავ. და რეალურად მე და დედა აგვხსარდა ჩვენმა ოჯახმა, ჩვენ ერთად გავიზარდეთ რეალურად, ამიტომ ოჯახი არის ძალიან დიდი სიყვარული ჩემთვის. პირველი სიყვარული ვთვლი რომ ახლა მაქვს. ზოგადად არ მჯერა იმის, რომ ადამიანს შეიძლება ბევრჯერ შეუყვარდეს, შეიძლება უყვარდეს ადამიანს, მაგრამ არა ქალვაჟური სიყვარულით. და უბრალოდ გზნობათა გაუთვითცნობიერებლობა დაემართოს და ვერ მიხვდეს რა ასპექტით უყვარს ეს ადამიანი და რა მოსწონს მასში. ტკივილი ალბათ ყველა ადამიანს ქონია ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი წილი ტკივილი ყველამ ჩვენთვის უნდა ვატაროთ და ამაზე ვაპარაკე ზოგადად არ მიყვარს. ამჯერა რომ ქვეყანაში აიწევს თუნდაც საშუალო განათლების დონე. იმიტომ რომ ძალიან დაბალია და ეს რეალურად მაწუხებს ძალიან. კომპლექსები მაქვს, სიმღერის კომპლექსი მაქვს ერთადერთი. ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ სექსუალობა ჩემთვის მხოლოდ ფიზიკურობაში არ გამოიხატება, ეს რო არ ვიცი. ეს არის ტელეფონი, საფულე და წიგნი, რადგან დღის განმავლობაში ყოველთვის მაქვს პერიოდი, რომ თუნდაც ნახევარი საათი გამოვყო და წავეკითხო. ერთული კითხვა ჩემთვის ალბათ ყველაზე უფრო მეტად, იმიტომ რომ გრაფიკიდან გამომდინარე და იმიტომ რომ აბიტურიენტი ვარ, ხშირად მიწევს ძალიან გვიან დაძინება. და შესაბამისად მე დილით ადრე ადგომა მიჭირს. ასე რომ ჩემი დილა იწყება წუწუნით. მოგონება ბავშვობიდან როცა დედა ჩამოვიდა, საზღვარგარეთ იმყოფებოდა და დედა ჩამოვიდა, ეს იყო არ ვიცი, აი ემოციების დაგროვება ჩემში და მასთან ჩახუტების დროს აი ყველა ემოციისგან რომ უცებ იცლები და ხვდები რომ აი დაიშვენი. всё, მორჩა. ძალიან ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე და გამიგია ძალიან არასასიამოვნო, ვიღაცისთვის არასასიამოვნო ჭორი, მაგრამ ვთვლი რომ ზოგადად ისეთ სფეროში ვარ, რომ საჭიროა ეს ყველაფერი. როდესაც ჩემზე არ ილაპარაკებენ, რეალურად მაშინ დავფიქრდები, რამეს ცუდად ხო არ შვები. იმიტომ რომ საჭიროა, რომ ილაპარაკო. თუნდაც ცუდად, თუნდაც კარგად. შინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის. ის რა ერთხელ გავიღვიძებ და მივხვდები, რომ ვიღაც აღარ მყავს გვერდით. ხასიათი ვარ პრინციპული ადამიანი ზოგადად და მეუბნებიან ცოტა რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ რთული ხასიათი მქონდეს. ნებისმიერი ხასიათის ადამიანს ვეწყობი რეალურად. არ ვიცი. პროფესიული ჩვევა არ ვჭამ გადაღების დროს, იმიტომ რომ ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან დიდი ტვირთი მაწევს ზედ და ამ ტვირთთან ერთად უნდა ვიმოძრავ, ასე რომ არ ეზოსავთო გადაღების მომენტში. ჩემზე ამბობენ, რომ იმდენად რთული ხასიათი მაქვს, რომ შეიძლება მეორე ნახევარმა ვერ გამიცვლოს.
ბოლოს ნახე ტარკოვსკის ანდრეი რუბლოვი, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორია, ალბათ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ტარკოვსკი. ხშირად არ უყურებ ხოლმე ერთ და იგივე ფილმს. ძალიან იშვიათად ეს უფრო მულტიპლიკაციურ ფილმებში ხდება, თუ ანუ მეგობრებთან ერთად უყურებ ხშირად მულტფილმებს, მაგრამ ფილმი ესე ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ ნებისმიერ ფილმში ალბათ შეიძლება იპოვო ის რაღაც, რაც ძალიან მოგწონს. ნებისმიერ ფილმში დევს აზრი. თავი ამას შენ იპოვით და დაინახავ თუ არა. რაც არ უნდა გადამიხადონ ადამიანურ ღირებულებებს და ფასეულობებს ვერ შევეხები ვერანაირად, იმიტომ რომ ეს ის არის, რასაც ფულით ვერც იყიდი და ვერც გავედი. კაცად რო დაავადებულიყავ, იქნება ძლიერი მამაკაცი, უბრალოდ არა ფიზიკურად, სხვა მხრივ. დანარჩენს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ალბათ კაცად უნდა დაავადებულიყავი მაშინ და გიპასუხებდი. წინა ცხოვრების მჯერა და ასე მგონია რომ ძალიან ვიყავი რატომღაც, იმიტომ რომ ვარ ძალიან ერთგული. უაზროდ ერთგული ადამიანი ვარ და ხშირად პრობლემა ჩემხნია ამის გამო. დროის მანქანა რომ მქონდეს, მე-18 საუკუნეში გადავინაცვლებდი ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს მე-18 საუკუნის ესთეტიკა და ჩაცმულობა მისდევს ძალიან. არაფერსგან არ გავუცდებენ, იმიტომ რომ იციან, რომ ყველაფერს უნდა ელოდნენ ჩემგან. ვაფასებ ადამიანში პირდაპირობას და ამას სხვანაირად არასდროს არ ვიღებ. მოვითხოვ ჩემი მეგობრისგან, საყვარელი ადამიანისგან იყვნენ პირდაპირები ჩემთან და გულწრფელები. პრინციპში საქართველოში არ დაუბადებულ არ დავიბადე რუსეთში. რუსეთში რო არ დაუბადებულიყავი, დავიბადებოდი ალბათ საქართველოში. სტენდალის წითელ და შავში არის ქალი, რომელმაც თვლი რომ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა. ვიქნებოდი ეს გმირი და გამოვასწორებდი მის შეცდომებს. არ ვფიქრობ ზოგადად ამაზე, აი მილიონი რომ მქონდეს, არ ვცნებ არასდროს ამაზე, მაგრამ თუ მექნება, აუცილებლად განათლებაში ჩავდებ ძალიან დიდ ფულს, იმიტომ რომ ქვეყნის მომავალს რეალურად ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის განათლება ქმნის. მანამ სანამ ერთ სამჯერ მაინც არ გამოვიცვლი. ჩემს რეალური წარმატება დაიწყო, როცა გავედი ელიტ მოდელ ჯორჯია 2013 წელი იყო, არ 2012 წელი იყო მაშინ. და რეალურად პირველი კონკურსიდან მე დამიტყვა, ანუ გამომიშვეს, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე დაკლება. ნუ, მცირე მოწმობდებელი დრო გქონდა და ორ კვირაში ფაქტიურად შეუძლებელია შესამჩნევად დაიგო. და ამან მომცა ძალიან დიდი სურვილი იმისა, რომ დამემტკიცებინე, იცით რა, მე შემიძლია ყველაფერი და რეალურად მეორე წელს რომ ნახეს, უკვე შეცვლილი დავხდით. რეალურად მინდა დამხსოვოს როგორც ადამიანი, რომელმაც რაღაც შეცვალა, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ რაღაცები შევცვალო გარკვეულ სფეროებში.